ნარკოტიკებისგან გათავისუფლებაში ყველაზე მეტად რაც ხელს გვიშლის, ჩემი აზრით არის დანაშაულის გზნობა, რომელიც აი ესე სულ დაყვება და რაღაცნაირად გვიკარგავს თვითშეფასებას და გვამყოფის მუდმივ დანაშაულის გზნობაში. ბუნებრივია, ბევრი წლის ნარკოტიკებთან თანაცხოვრების განმავლობაში მეც საშინლად მაწუხებდა ეს ყველაფერი და ძალიან განვიცდიდი და ძალიან მაწუხებდა ეს ყველაფერი და მიბიძგებდა ბუნებრივია ისე მიმჭაობებში დარჩენისკენ და მინდა რომ დღეს ამაზე ვისაუბრო და მინდა გითხრათ რომ მარტო არა ხართ ძალიან ბევრი ადამიანს აწუხებს იგივე პრობლემა და მინდა გითხრათ რომ ფხიზელი ადამიანებიც ბუნებრივია რაღაც შეცდომებს უშვებენ და ერთადერთი გამოსავალი ერთ-ერთი ამ მდგომარეობიდან არის რომ რაღაცნაირად აღსარება უნდა ჩავაბაროთ საკუთარ თავთან და შევუნდოთ, ვაპატიოთ და არ ვეჩხუბოთ რა მე ეს გავაკეთე ძალიან ბევრი ვიწვალე ძალიან ბევრი და სახალხოთ აი ეხლაც აი თქვენს წინაშე აი ბოდიშს ვხდი ყველა იმ ადამიანს ვინც ამ წლების განმავლობაში დავაზიანე, დავაზარალე და როდესაც საშუალება მომეცა რომ ყველასთვის რაღაც საქციელის თუ სიტყვით ბოდიში მომეხადა ვიგზენი ძალიან დიდი შვება სულიერი მენტალური და მოკლედ ძალიან კარგად გავხდი და გირჩევთ რომ იგივე ნაბიჯები გადადგათ ეს ვიდეო შეიძლება ნახონ ადამიანებმა ვისთვისაც რაღაცა ცუდი გამიკეთებია და მინდა გითხრათ რომ ბევრი ცუდი რაღაცა გაკეთებული ბუნებრივია ანუ მაწუხებს ეხლა ციფრისლიშიც მაწუხებს და მაშინაც მაწუხებდა და რავი მოკლედ ბოდიშს ვხდი ყველა იმ ადამიანს ვინც ამ წლების განმავლობაში რა აი ნებისმიერი ფორმით დავაზიანე და კიდევ ამბობ რომ ეს ყველაფერი არ მორჩება ანუ მეერე შეგოწუხებს და ფხიზელ ადამიანსაც ბუნებრივია აქვს ეს რაღაცა ცხოვრება და სამწუხაროდ უშვებთ ადამიანები რაღაცა შეცდომებს რა და აი კიდევ ამბობ რომ ძალიან ბევრი ისეთი რამე გაკეთებული რომელიც ჩემს მორალს შინაგან რაღაცა ცხოვრების წესებს რავი ეწინააღმდეგებოდა კი არა ვერ წარმომედგინა და სხვები გამიკიცხავს და რავი რა მოკლედ რა ბევრი ისეთი რაღაცები გამიკეთებია სხვებისთვის ესე რომ ვთქვა და იგივე მე გამიკეთებია ვაღიარებ ამას თქვენთან ერთად და იმიტომ რომ ეს ყველაფერი მე მეხმარება და გირჩევთ რომ რაღაცნაირად ეს სინანული რაღაცნაირად გადაიტანოთ პატიებაში და შემდეგ რავი კარგად იგრძნობს თავს და გამოჯამრთელება იწყება ესეთი სულიერი სავარჯიშოებით და რომელიც დაგეხმარებათ ამაში და მარტო არ ხართ და წარმატებები მინდა გისურვოთ და მინდა გთხოვოთ რომ თუ ვინმე თვლის რომ ჩემი ეს რაღაც ახალი წამოწყება რომელიც ემსახურება უფრო იმას რომ მინდა რომ ადამიანებს უბიძგო სიფხიზლისკენ და დავაჯერო რომ შესაძლებელია რავი თუ ჩათვლით საჭირო საქმეს ვაკეთებთ და მინდა რომ ბევრი ვიყოთ და რაღაცნაირად უფრო მეტად ისმოდეს ჩვენი ხმა ვთხოვთ რომ მეგობრებს გავუზიაროთ ეს ვიდეო ვინც ნახავთ და წარმატებები ყველას ვინც სიფხიზლის გზაზე დგეხართ და მარტო არ ხართ და მოკლედ ყველაფერი კარგად იქნება პირობას გაძლევთ უბრალოდ აი ესეთი რაღაცები ძალიან მინდა რომ გაითვალისწინოთ ჯანმრთელობა და მშვიდობა ყველას დროებით